კრიტიკული განცხადებები ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა გააკეთეს სენატში მოსმენის დროს იმ დროს, როდესაც განიხილებოდა რა შედეგით შეიძლება დასრულდეს უკრაინაში ომი და რა შედეგის მომტანი იქნება როგორც რეგიონალურად, ასევე გლობალურად რუსეთის გამარჯვება უკრაინაში. ტრაგიკული უწოდა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ სენატორმა ჯო ვიკერმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და ამ გადაწყვეტილების გამო რესპუბლიკელმა სენატორმა ტრამპის გუნდის გავლენიანმა წევრმა ტოლობის ნიშანი დასვა რუსეთსა და ივანიშვილის რეჟიმს შორის და თქვა, რომ რუსეთი დღეს არის ქართული ოცნების მთავარი მოკავშირე რეგიონში და გლობალურადაც. სენატორი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ რუსეთთან კულტივაცია მოახდინა, ევროპასთან დაშორებით ჩაერთო კორუფციაში, რეპრესიებში, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ამის გამო პასუხისმგებლობას აირიდა, დაუსჯელი დარჩა, ისე როგორც ასე ხდება რუსეთში. პრაქტიკულად აი ამ განცხადებებით სენატორებმა და კონგრესმენებმა ტოლობის ნიშანი დასვეს ივანიშვილსა და პუტინის მმართველობას შორის და დღეს უკვე ამერიკა, რომელიც არის ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მიუხედავად დროებით შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობისა, ყველა ამბობს, რომ დღეს საქართველოს ამჟამინდელი მოქმედი ხელისუფლება არის რუსეთის მთავარი მოკავშირე. ქართული ოცნების მარიონეტული რეჟიმი ახდენს ზეწოლას საქართველოზე. ეს განცხადება კი უკვე ჯო ვილსონმა, კონგრესმენმა ჯო ვილსონმა გააკეთა, რომელიც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეა და მან ძალიან პირდაპირ თქვა, რომ ერთადერთი მიზანი პუტინის არის, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი და პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში დათესოს შიში, რათა ეს ქვეყნები უფრო მეტად დამოკიდებულები გახდნენ რუსეთის ფედერაციაზე. Where Georgian dream has halted. ქართულმა ოცნებამ შეაჩერა ქვეყნის სულა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ვიტყოდი ტრაგიკულად. ევროპისგან დაშორებით და რუსეთთან პარტნიორობის კულტივირებით ქართულ ოცნებას შეუძლია ჩაერთოს კორუფციასა და რეპრესიებში პასუხისგების გარეშე, ზუსტად ისე, როგორც მისი მთავარი პარტნიორი მოსკოვი. Without accountability, just as their senior partner in Moscow does. And then the Republic of Georgia. საქართველოზე ზეწოლას პუტინის მარიონეტული რეჟიმი ახდენს. პუტინისტები ჩვენ გვყავს ნატოს მოკავშირეები ბალტიის ქვეყნებში, რომლებსაც ჩამოშლილი საბჭოთა კავშირის აღდგენის საფრთხე ემუქრებათ პუტინის ხელით. ძალიან გამიმართლა, რომ უშუალოდ შეუძლია ამ ქვეყნების ხალხის ნახვა, რომლებსაც დემოკრატია, კეთილდღეობა და მშვიდობა სურთ. მაგრამ პუტინს საწინააღმდეგო რამ უნდა? მას უნდა, რომ ისინი იყვნენ ღარიბები, დამოკიდებულები, დაეყოფილები და შეშინებულები. მე შეგახსენებთ, რომ ესენი არიან სენატორები და კონგრესმენები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს მეგობარი აქტს. ჯო ვილსონი არის მეგობარი აქტის სპონსორი და ასე ვთქვათ, მთავარი ავტორი და სენატორი ვიკერიც არის ამ აქტის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი. ეს არის დოკუმენტი ორპარტიული მხარდაჭერის და კარგად ვხედავთ, რომ რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორებიც ძალიან ღიად ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიზინა ივანიშვილის რეპრესიულ პოლიტიკას სანქციებით უნდა გასცეს პასუხი, ამიტომაც ეს დოკუმენტი არის ორპარტიული მხარდაჭერის და დიდი ალბათობით, როგორც მათ შორის გუშინ სენატორმა ვიკერმა და დემოკრატმა შაჰინმა თქვეს, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დამტკიცდეს კონგრესში მეგობარი აქტი და შევიდეს ძალაში. საქართველოში აქვთ ძალიან დიდი მოლოდინი ამერიკის შეერთებული შტატებისგან, უბრალოდ მათი თქმით დროის საკითხია, როდის გასცემს ამერიკის შეერთებული შტატები რეპრესიულ პოლიტიკას სათანადო რეაქციას და ამბობენ, რომ შეერთებული შტატების და გლობალური სამყაროს მხრიდან ქართული ოცნების არაღიარების და იზოლაციის პოლიტიკა გაგრძელდება იქამდე, სანამ საქართველოს ეყოლება პრორუსული ხელისუფლება. მე ვფიქრობ, რომ ამაზე მე მგონი ორი აზრი აღარ არსებობს დასავლეთში და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში, რომ ბიზინა ივანიშვილი არის პუტინის რუსული რეჟიმის წარმომადგენელი საქართველოში. ჰელსინკის კომისიის, ასე ვთქვათ, განცხადება არის კიდევ ერთხელ დადასტურება და მხარდაჭერა ქართველი ხალხისა. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად ზომები და მათი აი ამ რუსული რეჟიმის იზოლაციის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. თქვენ ნახეთ, რომ მათმა, ასე ვთქვათ, კავშირმა და კოორდინაციამ ირანთან და ყველა ამგვარი, ასე ვთქვათ, სახის რეჟიმებთან სრული ფიასკო განიცადა.
ამერიკელი კონგრესმენები ტრაგიკულად აფასებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, რასაც მოყვა ამერიკის სათანადო რეაქცია და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერეს სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ოცნებასთან. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან პრაქტიკულად გაწყვეტილია და არც მაღალი დონის შეხვედრები და მაღალი დონის კონტაქტები ოცნებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის აღარ დგება, რაც ნიშნავს იმას, რომ ისევ როგორც წარმავალი ადმინისტრაცია, მოქმედი ადმინისტრაციაც გმობს ქართული ოცნების ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას და ასე გააგრძელდება იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ არ გამოთქვას მზაობას ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური სტრუქტურების გაწევრიანების გზაზე.